დავიმართე, აი არის ასწავლება. მაგათი ამყოფოთ და ელოდები დროსაც. დიდი მადლობა. ელოდებით 20. ერთობას გავუმართეთ. კოალიციური გაერთიანების ლიდერებმა ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისში მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყეს. ისენ სამგორში ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა ორხევამდე მერობის კანდიდატმა და 5 პოლიტიკური პარტიის ლიდერმა გაიარა და მოქალაქეებს კოალიციური გაერთიანების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია კოალიციური გუნდის ფარგლებში. გავერთიანდით ბევრი განსხვავებული ადამიანი, ვინმეს დასამარცხებლად კი არა. პირველ რიგში უიმედობის დასამარცხებლად, სასოწარკვეთის დასამარცხებლად და უპერსპექტივობის დასამარცხებლად. 5 უდრის 6 ეს არის ის ფორმულა, რაც ამ გაერთიანების მთავარ არსს მარტივად გამოხატავს. ამ მრჩეველი, რომელიც ხმას ნიკა მელიას ანუ 5 ნომერს მისცემს, ხმას აძლევს არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ კიდევ 5 პარტიას. ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ეს, რომ ეს პერიოდი უნდა დასრულდეს და თბილისმა უნდა მისცეს მაგალითი ნორმალური, ცივილიზებული, ხალხზე ორიენტირებული მმართველობის. კოალიცია ნიშნავს ურთიერთკონტროლს, კოალიცია ნიშნავს შეთანხმებას, კოალიცია ნიშნავს ჩვენი ქალაქისთვის საჭირო საქმეების კეთებას. ოპოზიციონერი ლიდერების მოქალაქეებთან შეხვედრას ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ახლა ოპოზიციიდან ისა სამგორის გამგებლობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ის იყო კოალიციის გიდი საკუთარ რაიონში. ყველაზე პრიორიტეტი არის სოციალური დაცვა და ის გაჟღერებული მთავარი მესიჯები პენსიების მატება თბილისის ბიუჯეტიდან, სოციალური სხვა ტიპის დახმარებები, სტუდენტებზე დახმარებები, ასევე ბავშვთა კვების საკითხები არის უმნიშვნელოვანესი ამ პანდემიის ვითარებაში განსაკუთრებით. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ახლა მთავარია ხალხმა სწორად გაიგოს, რატომ ერთიანდება ამდენი განსხვავებული პოლიტიკური პარტია. მიზანი მმართველი გუნდის საბოლოო დამარცხება. მანამდე კი ამ რეჟიმის შესუსტება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვებით უნდა დაიწყოს. მაგითო ვართ ეხა ყველა ერთად გაერთიანებული, რომ ჯერ ეს სისტემა უნდა დავამარცხოთ, მერე დავშალოთ და მაგის შანსი არის 30 ოქტომბერს. თავარი, რასაც ეხა ჩვენ დღეს ხედავთ, როდესაც დავდივართ და უშუალოდ ვხვდებით ამორჩევას, ეს არის იმედი გამარჯვების და ცვლილებების. ოღონდ მათი გამარჯვების, ჩვენი გამარჯვების კი არა. არჩევნების მეორე ტურამდე 8 დღე დარჩა. ოპოზიციის კოალიციური გაერთიანება აპირებს თბილისის სხვადასხვა უბნებში მსგავსი შეხვედრები ჩაატაროს, რათა არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ხმას არა რომელიმე ერთ პარტიას და ერთ პოლიტიკურ იდეას აძლევენ, არამედ ერთობას, რომელიც ხელისუფლების კონტროლის გარანტია.